მან თქვა, რომ გდანის ციხეში მას ტყელტუჩით ამოაძრეს 3 კბილი, სტომატოლოგის ბურღით გაუბურღეს წამების მიზნით ძვალი ყბის, როდესაც მას გული წაუვიდა და არაადამიანურად ღმუოდა და გული წაუვიდა, იფიქრეს, რომ გარდაიცვალაო, მაგრამ ვაი თუ არ გარდაიცვალაო, მორგში რომ ჩაიყვანეს, ბორკილებით მიაბეს და გარკვეული საათების მერე ის რომ გამოფხიზლდა, აინახა, როგორც თავად ამბობს, ციტირებ, ის ამბობს, პოლკებზე იწყნენ ცხედრები, ბევრი, მე რომ მკითხე რამდენიმე ათეული. ეს ხდება გდანის ციხეში 2012 წლის ზაფხულის შემოდგომა. გიორგი გოგოხია, ეს მოწმე. რატომ დაისაჯა? იმიტომ რომ ქართული ოცნების მიმდევარი იყო და მიშა სააკაშვილისთვის ბევრი წლის წინ სახეში ჰქონდა დარწმული. მეტი არაფერი არ იყო იმ დროს საჭირო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ახლა ამის როცა მე მყავს ასეთი მოწმე, რომელსაც დღეს იმ გახვეტილ ყბაზე შემდეგ ძვლის სიმსივნე დაემართა და მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს. ცამდე მართალი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთში ვიომე, ცისტერყანწელების შთამომავალი ვარ, ინტელექტუალური ოჯახიდან ვარ და იყო ის თაობა გაუბედურდა მომების გამო და 90-იან წლებში ვიხმარდი ნარკოტიკს, ის ღიად ამბობს, მაგრამ შემდეგ უკვე ვცდილობდი გამოსწორებას, რაღაცნაირად დავადექი გზას, ოჯახი შევქმენი, შვილი გამიჩნდა, მიმიყვანეს და მითხრეს, რომ შენი შვილი ახლა გამოდის კომაროვიდან და ჩვენ მას ვკლავთ. და ჩაუდე ვიქტორ დოლიძეს ნარკოტიკი ჩუღურეთში ჩვენს კანდიდატს. და მან რომ უარი თქვა, ამის გამო დამართეს ის, რაც დამართეს. ხო, როცა ასეთი მოწმე მყავს, ვის მორჩენია სააკაშვილი? მე არ მჭირდება მეტი მოწმე. ამიტომ ჩვენ უმძიმესი დასკვნა გვექნება, ვფიქრობ. და ძალიან მძიმე დასკვნების შეფასებების შედეგად ვფიქრობ, რომ იმ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარიმართოს, იმ სარჩელის საფუძვლიანად შედგენაში ეს დასკვნა რაღაც თავის პატარა, მაგრამ ღირსეულ წვლილს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ისტორიაზე საუბრობდით, ადამიანის რა შეემთხვა, მაინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად ბატონი მაია კოპალეიშვილი, რომელიც იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი ადეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, აცხადებს, რომ ქართული ოცნება და პირადად ამბობს, რომ წუნუკიანის კომისია ამას იყენებს ანგარიშსწორებისთვის, აი ამ კომისიას. თქვენი პასუხი რა იქნებოდა კოპალეიშვილის შესახებ? იცით რა, მაია კოპალეიშვილი და სხვები, რომლებსაც მოსამართლის მანტია, რაღაცა ბეტმენის ფორმა გონია, ვერასდროს ვეღარ იქნება მოსამართლე. ის არის მოსამართლე. ისინი აი ესეც იქნება ჩვენს დასკვნაში. ვიკლიოთ იცით რა, არიან თუ არა შეცვლილები, იხდიან თუ არა ბოდიშს, ნანობენ თუ არა. ისაც თვალსაჩინოდ ჩანდა, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა კი არ არის, ეს რეალობა. მათ ერთი სული აქვთ, როდის მოbrunდებიან, რომ საქართველოში ეშაფოტები მარაწყო. ჩვენი ვალია ეს არ დაუშვათ. არც ერთი სინანული, არც ერთი რაღაცნაირად არის ესეთი შედარებით ახლებურად გააზრებული დოქტრინა, თითქოს ძალიან საინტერესო სამართლებრივი უფლება იყო დავიწყებული. არის ასე ქვია. უფლება იყო დავიწყებული ნიშნავს იმას, რომ როდესაც აი ესეთი დიდი უბედურებები მოხდება, შემდეგ როდესაც ძალით გაგწევენ თუ გაიწევი ხელისუფლებიდან და მონანიების გზას დაადგები, ან ჩრდილში ყოფნის გზას დაადგები, რაც ფორმა ასევე სინანულის, ხომ? იქ იკვეთება საინტერესო კვლევები წავიკითხე ამას წინათ, რომ უნდა მოქცეს საზოგადოებამ უფლება, რომ თავი დაავიწყებინო მსხვერპლს. ამის უფლება უნდა მოქცეს, მაგრამ ესენი ჩვენ ამის უფლებას არ გვაძლევენ, არ გვასვენებენ და როდესაც ქრისტინე ქარდავა, პაატა ქარდავას
ქვეყნის ჯარისკაცის, სამხედრო დაზვერვის ოფიცრის წამების მერე შუა შავ ზღვაში რომან შავათავას მოაბა ბეტონის ფილა და წყალში ჩაუშვა და დაახრჩო ნაწამები სამხედრო. იგივე გაუკეთეს დათო ცინდელიანს, სანდრო გირგვლიანს, გამცემლიძეს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, რა დამართეს და ბევრ სხვა ადამიანს. ეს მათთვის დღესაც სასაცილოა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ჩვენ მათ არ დავუთმოთ ის, რისი დათმობაც არ შეიძლება, კერძოდ ხელისუფლება და ხელისუფლება შემოუნახოთ არჩევნების გზით გადასაცემად ჩვენზე უკეთეს ძალას, რომელსაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს. ხელისუფლება ხშირად საუბრობს ხოლმე იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ხელისუფლების დამხობა მოახდინო, რომ გარედან იმართებიან. აი ამ დასკვნაში თქვენი კომისიის ფარგლებში რა შეიძლება შევიდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს? ჩვენს დასკვნაში აისახება ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამდნენ ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, სანამ ვიზო მომოსვლა არ ქონდა და ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მაშინ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის უვიზო რეჟიმი მოგვეტანა ევროპასთან და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ამას უპირისპირდებოდა. შემდეგ გაუქმებისთვის მუშაობდნენ, შემდეგ მუშაობდნენ იმისთვის, რომ სტატუსი არ მოეცათ ევროკავშირში წევრობის. მუშაობდნენ სანქციებზე. შეიძლება ვიღაცას არ ჯეროდეს, მაგრამ მე არ შემხვედრია ინდივიდი ჩემს გუნდში და გარშემო, ვინც სანქციებით არის დამწუხრებული. არ შემხვედრია ნამდვილად. მეც ვარ დასანქცირებული. კიდევ მოარელოდებით დამატებით სანქციებს? როგორც იქნება, ისე იქნება. ანუ არა აქვს თქვენთვის ამას. რა ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს მითხარით? პარიზი მაქვს სანახავი თუ ვაშინგტონი თუ რა აზრი აქვს სანქციას? ამ პერიოდში სვანეთში ისე წავალ და ჩამოვალ ბოლო. ნუ სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. თან იცით რა არის პირველად ვამბობ ამას. როდესაც შენ ამ შემთხვევაში მე და კიდევ ჩემს თანამებრძოლებს გვასანქცირებენ იმიტომ რომ ვართ ეგრეთ წოდებული enablers. ამიტომ გვასანქცირებენ. ანუ რატო გვასანქცირებენ, რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ. რომ დამხმარეები ვართ მისი კურსის გატარებას ვეხმარებით. ხო. ესე იგი ჩვენ რომ ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის გვეყავათ გამდგარიყავით, გვებრძოლა როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს რომ ასე რომ მოვიქცე, მიწა არ მიმიღებს და მის დღე დადგება, ხო, როცა დადგება. ეს დაუშვებელი რაღაცაა, რასაც ითხოვენ. რომ ითხოვენ რა ასე გამოდის, რომ შენ გასანქცირებენ და გიჯიანი, იმიტომ რომ რატო კიდე არ უღალატები ძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერვათ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას, იმიტომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხასურს ვამ, იმიტომ რომ ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და კიდევ ერთხელ უფრო ესე ღრმად დავწუნდი, რომ აი გარშემოც უყურებ, ხო, ბევრი ვართ, ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ ეს მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდ არ ვიქნებოდით, ან რაღაცა ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. და არავის არ ეწყინოს და ვერავინ ქართული ოცნების გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ვართ enablers. დიახ. აღიარებით ჩვენ იმას გაძლევთ. enablers ვარ მათ შორის მეც. enabler one of them და ვაგრძელებთ მუშაობას რისთვის რომ
როცა დადგება დრო, თქვენ მიხვალთ ურნასთან, საარჩევნო ურნასთან და გადაირჩევთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, ხმა მისცეთ ისეთ ძალას, რომელიც იქნება ან ტოლფასი, ან უკეთესი. მაგრამ ეს არ იქნება სააკაშვილი და ცუმპუშა ვაშაძე.